UNDP-ის მხარდაჭერილი პროექტის სუფთა სუნთქვის ქალაქის ფარგლებში ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. Როგორ მოქმედებს ქალაქის ურბანული განვითარება ჰაერის ხარისხზე. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ჰაერის არსებულ ხარისხზე, დამაბინძურებლების, თავდაცვისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. თემაზე პროფესორმა ციცინო თურქაძემ ისაუბრა. დღევანდელი ტრენინგი შეეხებოდა მოქალაქეების ინფორმირებას ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესახებ და იმ ქმედებებზე გაკეთდა აქცენტი, რაც შეიძლება ყოველდღიური საქმიანობით ჩვენ დადებითი გავლენა მოვახდინოთ ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე. ვფიქრობ, რომ იყო დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო და ეს იმედია გავლენას მოახდენს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ ქმედებებში გადმოვიტანოთ მიღებული ინფორმაცია და შემდგომ ეტაპზე გავაანალიზოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცხოვროთ სუფთა და ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ასევე დღეს აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ურბანული განვითარება ქალაქების რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურებაზე და რამდენად მნიშვნელოვანი არის სწორედ აი ამ პროცესში იყოს ყველა ის სტანდარტი დაცული, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სუფთა ჰაერი სუფთა ქალაქში ისუნთქონ. დღეს პროექტის სამიზნე აუდიტორიასთან იყო შეხვედრა და ჩვენ გავაცანით ჰაერის ხარისხთან, ატმოსფერული ჰაერის, შიდა სივრცეების, გარე ჰაერის მონიტორინგის საჭიროებები, რამდენად სუფთა ეს ჰაერი, რა პარამეტრებია ჰაერში, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს, როგორ შეიძლება შევაფასოთ, მივიღოთ ინფორმაცია, ასევე დავგეგმოთ ჩვენი აქტივობები ამასთან დაკავშირებით, რომ თუ დაბინძურებულია გარე ჰაერი, როგორ დავიცვათ თავი. ჩვენ ვასხოვებთ დაბინძურებული ჰაერის მოქმედების მოკლევადიან ეფექტებს და გრძელვადიან ეფექტებს. მოკლევადიანი შეიძლება იყოს თვალების გაღიზიანება, სუნთქვის გაძნელება, გარკვეულწილად დაღლილობის შეგრძნება და ასე შემდეგ, თუმცა გრძელვადიან ეფექტებში განიხილება გულსის ზარღვთა დაავადებების ჩამოყალიბება, სისხლის შედედების ეფექტის გამოწვევა, სისჩახცევები თავის ტვინში, სუნთქვის პრობლემები, პნევმონია და ასე შემდეგ, რასაც ეს დაბინძურებული ჰაერი იწვევს და განსაკუთრებით ეს არის წვრილი მტვრის ნაწილაკები, რომლებიც კარგად გაივლის ჩვენ სასუნთქზებს, ხდება ფილტვებში, ალვეულებში და შესაბამისად სისხლში, რაც თავისთავად ტოქსიკურ პროცესებს იწვევს სხვადასხვა მიმართულებით.